ახალგაზრდობის უმუშევრობასთან დაკავშირებული საკითხი ეს არ გახავთ მხოლოდ საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა, ეს გახავთ ზოგადად პოლიტიკური პრობლემაც, რადგანაც პირდაპირ კავშირშია განვითარებასთან და ასევე უმუშევრობის მხრიდან გამოწვეულ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დაავადებებთან, როგორიც არის კრიმინალი, უსაფრთხოება და ასე შემდეგ. საგანგაშო მონაცემები ამ მიმართულებით, მაგალითად იუნისეფის შარშანდელი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 20-დან 24 წლამდე ახალგაზრდების რიცხვი არის 300,000, რომელიც ერთდროულად არც სწავლობს და არც არანაირი შრომითი საქმიანობით არ არის დაკავებული. ძირითადად ახალგაზრდობის უმუშევრობის პრობლემა უნდა განვიხილოთ მთლიანი ეკონომიკური მიდგომის კონტექსტში და მთლიანი მოდერნიზაციის და განვითარების მიდგომის კონტექსტში. უმუშევრობასთან დაკავშირებული ორი ძირითადი მიზეზი შეგვიძლია გამოვკეთოთ. პირველი ეს არის სტრუქტურული პრობლემა უმუშევრობის, როდესაც ბაზარზე მოთხოვნილ პროფესიებს და კვალიფიკაციას არ შეესაბამება უნივერსიტეტის მხრიდან დამთავრებული ახალგაზრდების კვალიფიკაცია, ანუ კვალიფიკაცია არის დაბალი. ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს საქართველოში მოქმედებს მუშაობს ძირითადად დაბალი კვალიფიკაციით, დაბალ ტექნოლოგიური სფეროების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება უნივერსიტეტები, რომლებიც აწარმოებენ ისეთი ტიპის პროფესიებს, აწარმოებენ ისეთი ტიპის ცოდნას, რომელიც კი არ იქნება ეკონომიკური ბაზრის მიერ განსაზღვრული, არამედ ეს ცოდნა, მაღალხარისხიანი ცოდნა, რომელიც იწარმოება უნივერსიტეტებში, მოახდენს თავად ბაზრის ფორმირებას.